ვაკეთებ. რაც დავდივით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაპოლოვაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. ვაშა მეგობრებო. სკოლაში ყველას გვაქვს ნაწერი შეპირისპირებითი დახასიათებები. აუთანდილი ტარიელთან, აულდაკეთელაური ხევსურულ თემთან და ბევრი სხვა. ხო და გავიხსენოთ ბავშვობა. ორი პერსონაჟი შევადაროთ ერთმანეთს. Персонажи номер 1. Никогда не соглашаться на оккупацию. Вот это главный совет. Это то, что делали мы. და პერსონაჟი номер 2. ჩვენ აუცილებლად გამოვზარდით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ. ცხვირი გავს თუ არა და თავის ფორმა ერთნაირია თუ არა, ამაზე არ ვლაპარაკობთ. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ორივე ეს პერსონაჟი შედარებით მცირე რიცხოვან სამხრეთ კავკასიურ ქვეყანაში აბსოლუტური ძალაუფლების პატრონია, ერთსა და იმავე ეპოქაში. ორივე ერთი თაობისა, განსხვავება მათ შორის მხოლოდ 4 წელია. სოციალურად მათ შორის აბსოლუტური უსკრულია. ერთი კგბ-ს გენერალი შვილია, მეორე ღარიბი მეშახტისა. ის კგბ-ს გენერალი მერე ცეკას პირველი მდივანი, პოლიტბიუროს წევრი და იმპერიის პირველი ვიცე-პრემიერი გახდა. ღარიბი მეშახტე კი ღარიბ მეშახტეთვე გარდაიცვალა. და თითქოს იმ პირველი შვილისგან უფრო მოსალოდნელია, არა მხოლოდ სენტიმენტები ჰქონდეს, არამედ მონური მორჩილებაც ჰქონდეს იმპერიის მიმართ, რომელიც მამამისის ნაირებზე იდგა, მაგრამ არა, გამოვიდა პირიქით. მონური მორჩილება იმის შვილს გამოყვა, ვინც სიცოცხლე გაჭირვებაში გალია. ახლა ვიცი, რომ პროჭორილელები დაიქოქებიან ჩვენ, რომ ასეთივე არმია ყავდეს, ასეთივე შეერაღება გქონდეს, რა იცი ბატონი ბორისი რა ებს იზამთო. იქნებ განჯისკარი მეორედაც მოიხსნო. ხო და ზუსტად ამ ხალხთან მაქვს კითხვა და რა გააკეთა ბატონმა ბორის ივანაშვილმა, რომ ასეთივე არმია ყოლოდა, ასეთივე და ამდენივე შეერაღება ჰქონდა. გახსოვთ პირველი საქმე, რაც გააკეთეს პროჭორილელებმა, მას შემდეგ რაც თავდაცვის სამინისტროს შედგეს ფეხი. ხო, დააპატიმრეს გენშტაბის უფროსი. მერე იქიდან გამოსულზე ძევნა გამოაცხადეს და გერმანიას დააკავებინეს, სადაც სასამართლომ გაათავისუფლა, იმიტომ რომ დანაშაული ვერ უბრუნდა. მეორე რა გააკეთეს გახსოვთ? იკივლეს ნაცები ჩვენს დამხობასა და ტერაქტებს გეგმავენო და დაიწყეს კასრების თხრა სამეგრელოს ტყეებში. კასრებისა, რომლებიც შესაძლო პარტიზანული ბრძოლების საწარმოებლად იყო ჩაფლული ტყეში, იარაღითა და საბრძოლო მასალით, მომავალი ოკუპაციის შემთხვევისთვის. მერე თქვეს ხარჯი ხარჯიაო და გამოაცხადეს კასრებში 26,000 ვაჟკაცის გაუპატიურების საბუთები ვნახე და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, რომელთაც ახლა თქვენს თვალწინ საჯაროდ გავანადგურებთ. მერე კი აღმოჩნდა, რომ ერთ კასეტას 10 თავისი დაუმატეს და ვინც თვალში არ მოუვიდათ, ან გამოუქვეყნეს, ან გამოქვეყნები დაემუქრნენ. მაგრამ ეს ხო უჩემოთაც გახსოვდა, ახლა ამას აღარ ჩავყვები. მერე აღმოჩნდა, რომ რუსის აგენტები შეუშვეს ქართული ბაზების გადასაღებად. მერე გასკდა 1500 ქართველი სამხედროს პირადი ინფორმაციის გადაცემის ამბავი. მერე გამოაცხადეს, ჩვენ ისეთი კარგი ხალხი ვართ, თავს არავინ დაგოსმება და არ გვჭირდება თბილისის გარშემო თავდაცვითი ზღუდეო და ოფიციალური განცხადებით დააკონსერვეს მშენებლობა. გასაგებიანით რომ გითხრათ, დაიკიდეს. საქართველოს მთავრობამ შეაჩერა თავარი დამცავი თხრილის მშენებლობა თბილისის. მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეხლა უკვე წინა ზღუდეებზე აღარ წყდება ბრძოლა საქართველოსთვის. საქართველოს ბრძოლა წყდება აქ. შიგნით მიდის იდეოლოგიური ბრძოლა. ახლა მხოლოდ პირველი თვეების ამბავი შეგახსენეთ. ყველა უბედურებისა და ღალატის მთელი ქრონოლოგიის ჩამოთვლა რომ დავიწყო, შემდეგ არჩევნებამდე ვერ დავამთავრებთ. ამიტომ ესეც ავსებით საკმარისია იმის მისახვედრად, რომ არმიის ასაშენებლად ხელისუფლებაში არავინ მოსულა. დასანგრევად, კი ბატონო. საკუთარი პირველი თავდაცვის მინისტრი როგორ მოისროლეს თუ გახსოვთ. ფრანგული საჰაერო თავდაცვის სისტემების კონტრაქტს არ მოაწერო ხელიო, უკვე პარიზში ჩასულს დაურეკეს თბილისიდან. რატომო? ასეა საჭირო. მაქვს ზარი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირისგან და მთხოვდა, რომ იქნებ თავი შემეკავებინა ხელმოწერისთვის. პრემიერ-მინისტრი ითხოვდა, მაშინ ღარიბაშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ბუნებრივია, იგულისხმებოდა, რომ ამას ითხოვდა ივანიშვილი. ხო და დაუბრუნდეთ ჩვენს შეპირისპირებით დახასიათებას. იქნებ მართლა ერთია ოკუპაცია აზერბაიჯანისთვის და მეორეა ოკუპაცია ჩვენთვის. Период Первой Карабахской войны был сложный. ყარაბაღის პირველი ომი რთული იყო, უამრავი მსხვერპლით, გენოციდით. არანაკლებ მძიმე იყო ომის შემდგომი პერიოდი. მილიონი ადამიანი დარჩა სარჩო-საბადებლის გარეშე. ხაზინა ცარიელი იყო, ინფლაცია 1000%. ტოტალური უმუშევრობა და სიღატაკე 100%-ამდე. არავინ გვიჭერდა მხარს. ასეთი იყო აზერბაიჯანი, როდესაც სათავეში ჰეიდარ ალიევი ჩაუდგა. უნდა გვგრძნობდეთ პასუხისმგებლობას წინა და მომავალი თაობების წინაშე. ამიტომ კიდევ ერთხელ მთავარი რჩევაა, არასდროს შეეუქმოთ ოკუპაციას. Сдаваться и никогда не смиряться с нарушением территориальной целостности. რა ვიცი, კოცნო,
ჩვენთან არ იყო გენოციდი, ჩვენ არ წაგვართვეს მიწა, ჩვენთან არ იყო ცარიელი ხაზინა, ჩვენთან არ იყო დევნილთა გაუთავებელი ნაკადები, ჩვენთან არ იყო საერთაშორისო ემბარგო. იყო. მაგრამ იმ ხალხს, ვინც იგრძნო პასუხისმგებლობა წინა და მომავალი თაობების წინაშე პასუხს სხვა რამისთვის აგებინებთ ახლა თქვენ. როდესაც ზმათა შორის სისხლიანი კონფლიქტის დამკვეთებს ვამხელთ, ხოლო შემსრულებლებს ამ უმძიმეს დანაშაულზე სამართლებრივად ვაგებინებთ პასუხს, აუცილებლად დადგება დღის წესრიგში ურთიერთობების აღდგენის საკითხი. ისტორია იწერება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი ქვეყნის მთავრობა იმისთვის გაასამართლეს, რომ ოკუპანტებთან არ იომეს. ნორვეგიელებმა გაასამართლეს კოლაბორანტი მთავრობის მეთაური ქვისლინგი და დახვრიტეს. უამრავი ადამიანი დასაჯეს დანიაში. 8 მილიონიან ბელგიაში 9 მილიონი ადამიანი გაასამართლეს, მათგან 56,000 ჩასვეს ციხეში და 250-ზე მეტი დახვრიტეს. იმ კაცს კითხეთ, ქოცნო ხეებს რომ ეხუტება. ეგ საფრანგეთის მოქალაქეა და კარგად ეცოდნენ ბამბები. ისტორია ხომ მაგის კანიოკია. მთავარი ბრალდება მარშალ პეტენის მთავრობის წინააღმდეგ ეროვნული უღირსობა იყო. აი ზუსტად ასე ეწერა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ესე იგი ფრანგებმა ჩათვალეს, რომ 40 წელს ჯობდა ეომად და არ დანებებულიყვნენ მტერს, რომელიც გაცილებით აღემატებოდა სამხედრო თუ ეკონომიკური სიძლიერით. მარშალი პეტენი პირველი მსოფლიო ომის ეროვნული გმირი იყო, მაგრამ სიცოცხლე სამუდამო პატიმრობაში დაასრულა. რაკი მეორე მსოფლიო ომში ოკუპანტთან თანამშრომლობა არჩია და ამ გმირმა კაცმა 5 წელი იძახა, აბა ომი გინდა თუ? თქვენს ჩვენ გმირი ხართ, ბატონო ბიძინა. არ ვიცი როგორ იღებს ინფორმაციას ის ბრძენი კაცი. პუტინი ამბობს ინტერნეტს არ ვეკარებიო და იქნებ ესეთ შორს იჭერს თავს. არ ვიცი. შეიძლება მისი ჩემი ეკა უკითხავს იმედის ახალ ამბებს დილაობით, როგორც წიგნებს უკითხავს ხოლმე. მაგრამ ამ აბავს ნაღდათ ვერ გამაზავდა. ვერ გამაზავდა. და ძალიან მოხდებოდა. საბერძნეთში ბორკილები დაადეს ვლადიმერ პლახოტნიუკს, მოლდოվել ოლიგარქს. პლახოტნიუკი თუ არ იცით, გირჩევ წაიკითხოთ. თუ კითხვა გეზარებათ, ერთი დაიმახსოვრეთ მხოლოდ. მოლდოველი ივანაშვილი იყო. ერთ დროს ქვეყნის უპირობო მმართველი, ბატონ პატრონი. პარტიის თავმჯდომარე საპარლამენტო უმრავლესობის პატრონი, მედია მაგნატი და ბევრი სხვა რამ. მოლდოვა მას ბოლო 6 წელი ითხოვდა. უამრავი უმძიმესი ბრალდებით, რომთაგან ყველაზე მძიმე სახელმწიფოს მიტაცება იყო. პლახოტნიუკი ქვეყნიდან პროევროპული ძალების გამარჯვების შემდეგ წავიდა. ბოლო დროს სხვადასხვა ცნობით ხან მექსიკას აფარებდა თავს, ხან კვიპროს. ახლა კი ყალბი პასპორტი დუბაიში მიფრინავდა და ათენში დააკავეს. გადაჯდომის დროს. ალბათ ახლა თავში ხელს იჩენს, ამდენი ფული ყავს ვერიშვილო, იქირავე თვითფრინავე და გაფრინდი რა რეისები აგიტყდაო, მაგრამ თავის დროზე ეს კაცი ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანას საკუთარ ნებაზე ატრიალებდა. 2014 წელს მაგალითად მოლდოვას პროკურატურის ბრალდებით ხელმძღვანელობდა ამ ქვეყნის 3 ბანკიდან მილიარდზე მეტი დოლარის გაქრობას, აორთქლებას. რუსეთს კი მასე ძებნა აქვს ქვეყნიდან, რუსეთიდან 37 მილიარდი რუბლის გატანაზე. ეთყობა იღორა და მერე ვიღაცას არ გაუყო. მერე წაუყენეს ასევე დაუსწრებელი ბრალდებები ნარკოკარტელის ხელმძღვანელობაზე. მოკლედ, დაუმძიმეს და დაუმძიმეს. ძიმია ამ ყველაფრის კითხვა და სმენა და ფიქრი რომ შეიძლება დღეს ატრიალებდე მთელ სახელმწიფოს, პატარა ქვეყნის მთავარი ოლიგარქი გერქვა, ხვალ კი გაქცევა მოგიწიოს და თავისუფლება დაკარგვა. ისეთი სევდიანი ამბავია. სტაფილოს წოინთაც ვერ უწამებ ტკივილსა და რაღაც უარესის მოულდინს. ვატყობ, ჩემი ახალი რუბრიკა პროჭორილური მომავლის ქრონიკა სულ უფრო აქტუალური ხდება. სულ უფრო ნათლად ჩანს სად მიექანება და რა ელი საქართველოს. სად აღმოჩნდებით ჩვენ დიდი მეზობლის პარალელური კურსით მოძრაობისას. დიდებული ამბავი მოვიდა მოსკოვიდან. იმ ქვეყნების მთავრობების წარმომადგენლებს, რომელთაც ხმა მისცეს ევროკავშირის სანქციათა მე-17 და მე-18 პაკეტებს რუსეთში შესვლა აეკრძალებათ. ამ არამეგობრული ქმედებების საპასუხოდ რუსულმა მხარემ მნიშვნელოვნად გააფართოვა ევროპული ინსტიტუტების, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და რიგი სხვა ევროპული სახელმწიფოების წარმომადგენლების სია, რომლებიც ინტეგრირებულები არიან ბრიუსელის ანტირუსულ პოლიტიკაში. სამართალდამცავი ორგანოების, სამთავრობო და კომერციული ორგანიზაციების თანამშრომლებს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და სხვა დასავლური ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კიევისთვის სამხედრო დახმარების გაწევასა და ბალტიის ზღვაში რუსული გემებისა და ტვირთების მოძრაობის ბლოკირებაზე. ბალტიის ზღვა რომ რუსეთმა ლამის ბრძოლისველად აქცია კაიხანია ვხედავთ. ბალტიას აქტიურად იყენებს ეგრეთ წოდებული ჩრდილოვანი ფლოტისთვის, ანუ სანქცირებული რუსული ნავთობის გადასატანად მესამე ქვეყნებში. გემებს გეხსოვებათ ბოლო თვეებში დამატებითი ფუნქციაც გაუჩნდათ, სადაზვერვო და დივერსიული. და როცა რეგიონის ქვეყნებმა ამ ფლოტის კონტროლი გადაწყვეტეს და გემების გაჩერება დაიწყეს, რუსეთმა ტანკერებს საბრძოლო ხომალდები გააყოლა, ესკორტად. ეს ყველაფერი კიდევ დაიძაბება აუცილებლად და ბალტიიდან ბევრ ცხელ და საინტერესო ამბავს გავიგებთ. იქამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კიდევ ერთ პასაჟს გაგაცნობთ. აკრძალვა შეეხება ოფიციალურ პირებს, ვინც მონაწილეობს რუსეთის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნაში. ემხრობა რუსეთის სახელმწიფო აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ.
ასევე სამოქალაქო აქტივისტებსა და მეცნიერებს, რომლებიც გამოირჩევიან რუსოფობიური რიტორიკით. ვიღა დარჩაო ეკითხავთ. არც არავინ, იმიტომ რომ მე-17 პაკეტსაც და მე-18-საც უკლებლივ ყველა ევროკავშირის ყველა წევრმა ქვეყანამ მისცემა. იმ ბედულათების ჩათვლით, ვინც 9 მაისის პარადზე მოსკოვში დადის და პუტინს ძმები გონია. ბევრი აჯანჯლეს რაღაცებს გაამორჩნენ ბრიუსელს და საქმე-საქმეზე რომ იდგა აუწიეს ხელი. ამჯერად ყველაზე მძიმე სანქციებს რაც აქამდე ყოფილა, მაგრამ ძიმედ რომ მოხვდა მოსკოვს, თუნდაც მხოლოდ ამ განცხადებიდან ეტყობა. და ახლა იმ კაცს უნდა ვკითხო, ბრძენ კაცს რომ ეძახის მონების მთელი გუნდი. შენ რაღაც იმედი გაქვს. ტიპებმა პუტინი გაწირეს. იაფი გაზის ნავთობის მსოფლიოში რეალური გავლენის მიუხედავად და გონია შენი ლამაზი თვალებისთვის მოიკლავენ თავს, ან შენი ერთი დიუსელდორფელი ხელის ბიჭის ლამაზი ყულულებისთვის, ან მეორე ხელის ბიჭის პუტკუნა კოჭებისთვის. გეგმა ბეზე იფიქრე, 7 სიბერე თუ გინდა გიგანტური ხეების ჩრდილში. დარწმუნებული ვარ, კასპის მოსახლეობა დაუდგება ქართულ ოცნებას გვერდში. კასპმა არ შეგვარცხვინა. კაცურად დაუდგა გვერდში ქართულ ოცნებას და ქართულ მოოცნებამ ამაგი არ დაუვიწყა. კოცებმა განსაკუთრებით სოფელ ზემოჩოჩეს დაუფასეს, რომელშიც 2014 წლის აღწერით 444 ადამიანი ცხოვრობდა. დღეს, ანუ 11 წლის შემდეგ, საერთო ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ, გაცილებით ნაკლები იქნება. ზოგი ქალაქში წავიდოდა, ზოგი სხვა ქვეყნებში, ზოგიც ზუსტად მათზე ზრუნავს ახლა ქართული ოცნება, მიცვალებულებსა და მათ ჭირისუფლებზე. მთავრობის მეთაურს რომ უწოდებს თავს, იმის განკარგულებით სოფელ ზემოჩოჩეც გამოიყო 16,000 ლარი, საიდანაც 12,000 ამ დიდებულების ასაგებად დაიხარჯება. თანაც ეს დიდებულება ორი იქნება, ქ და კ, ანუ туалет типа сортир, обозначены на схеме буквами М и Ж. თქვენ სწორად გამოიცანით. სოფლის სასაფლაოზე 12,000 ლარად დაჩქარებულად აშენებენ ორ ტუალეტს, ორს, ქალებისა და კაცებისთვის, ცალ-ცალკე. თორემ კასპში ხომ გახსოვთ იმ ნაირები და ეგეთები არ უართ. კაცი კაცია, ქალი ქალია, განსაკუთრებით ჯახტილი. ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ თეძამი 2016. მშენებლობა გაცხარებულად მიდის, რადგან ბოლოვა და 31 ივლისია. ერთ კვირაში უკვე ლენტი უნდა გაჭრან. არა, ორი ლენტი უნდა გაჭრან და პირველმა დამთვალიერებელმა უნდა მოკლედ ხომ მივხვდით. მაგრამ ვუყურებ ახლა ამ ფოტოებს და ეჭვის ჭია უფრო და უფრო მღრღნის. რა თქმა უნდა, სოფლის სასაფლაოს ძალიან სჭირდება ორი ტუალეტი. მე იჟო. უმაგისოდ არაფერი გამოვა. მაგრამ აქ როგორც ხედავ, ბეტონი უკვე დასხმულია. სტეაშკას რომ ეძახი და ხრელი არ არის. ეს როგორ გავიგოთ? მიკვირს სანამ არ მახსენდება რომ ქოცის შეკვეთაა და ალბათ ქოცსავე აშენებინებს და რა პროექტი დაუმთავრებია ქოც პირველივე ცდაზე და დადგენილ ვადაში. და მაინც და მაინც ზემოჩოჩეთი ხომ არ იქნება გამონაკლისი. აშენებენ გახსნიან, იზეიმებენ, ერთმანგრენისა შეჭამენ და დალევენ, მერე მოაწყვებათ, შევლენ და აღმოაჩენენ რომ ჩას არა, პაპუ. მეორე დღეს პახმელიაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებენ. სოფელ ჩოჩეთის სასაფლაო საპირფარეშოთა ქსელის რეკონსტრუქციას დაარქმევენ. მაგასაც თეძამი 2016 ან 2017 მოიგებს. მოათრევს პერფორატორს, ამოანგრევს ამ დიდებულ ბეტონს, ამოიყვანს მილებს, მერე დააცემენტებს, მოაპირკეთებს. ამასობაში შემდეგი რამე არჩევნები მოვა. ტუალეტებს ისევ საზეიმოდ გახსნიან და შეახსენებენ ყველას, როგორ ზრუნავს ხელისუფლება ხალხს. ევროკავშირი მერე თვითონ მიგვიგებს თუ უნდივართ ესაყოლებული ქვეყანა უნდივართ და დარწმუნებული ვარ აქეთ თხოვე რომ შემოდიო. აბარა. მაგ ტუალეტებს ბრიუსელიდან და მადრიდიდან რომ დაინახავენ, რა თქმა უნდა გთხოვენ, მუხლებში ჩაგევარდებიან. ოღონდ მათ მოგვაჭინეთ და მერე სადაც კი მიგიღებდო. ჩვენ არ ვურევთ ერთმანეთში სპორტსა და პოლიტიკას. ხო და მასპინძლობ თბილისში რუსული CSKA-ს მოფარიკავეებს, რომლებიც თითქოს ნეიტრალური სტატუსით გამოდიან, მაგრამ სამსახურებრივად რუსული არმიის ოფიცრები არიან, ოკუპანტი არმიის ოფიცრები. ეს გადაწყვეტილება ბოლომდე ქართული მხარის მისაღები არ იყო. საერთაშორისო ფედერაციამ დაუშვა, მაგრამ თუ გაქვს პრინციპები, მათთვის იბრძოლე ბოლომდე. როგორც ბოლომდე იბრძოლა უკრაინელმა ჩემპიონმა ოლჰა ჰარლანმა. პროტესტის ნიშნად უარი თქვა მონაწილეობაზე. საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტმა კი ჟურნალისტებს დააბრალა, ნუ ცდილობ დამაპირისპიროთ ამ მურაბა და კამფეთ ხალხთან. მე მათ ხელში, ციტატა, ავტომატი არ მინახავს. მაგ პრინციპულობითი არის შენ. და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაც თან გაიყოლე. რუსულ კანონზე ხელმომწერი თავის პრეზიდენტიანად, რომელიც თურმე ასევე მიჯნავს სპორტსა და პოლიტიკას. ისეთი მონდომებით მიჯნავს, რომ გორის სტადიონი ბელარუსის ახალგაზრდულ ნაკრებს ყურადღება საშინაო სტადიონის სტატუსით დაუთმო. კარგად რომ გაიგოთ, ბელარუსს როგორც ყოველმხრივ სანქცირებულ ქვეყანას არ აქვს უფლება საკუთარ სტადიონებზე ჩაატაროს საერთაშორისო მატჩები. და ჩვენი ბატია ლუკაშენკოს, რომელიც სოხუმში დადის და არღვევს ოკუპაციის კანონს, მერე აბსოლუტა პრეზიდენტად წოდებულ კრიმინალებს მინსკში მასპინძლობს და ასევე არღვევს ოკუპაციის კანონს, აი ამ ლუკაშენკოს კოჭი გაუგორეთ. უბრალოდ ბუხტი გაუგორეთ.
სტადიონები განა უკრაინის ნაკრებს დაუთმეთ, რომლებიც ზუსტად ამ აგრესიის გამო ვერ მართავენ საშინაო შეხვედრებს, არამედ ბელარუსისას, რომელმაც თავის ტერიტორია რუსის ბირთვული იარაღს დაუთმო და საიდანაც რუსები გამუდმებით უტევენ უკრაინას. მიდით ფედერაციებო, მიდით პროჭორვილელებო, აი ეს ოლიმპიურად, სიტიუს, ალტიუს, სპორტიუს, რაც თქვენს ენაზე ითარგმნება როგორც უფრო ჩქარა, უფრო ძლიერად, უფრო ღრმად. პროჭორვილური სპორტული სიახლეებით ვაშა გადაცემა გემშვიდობებოდ. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ. YouTube-ზე, Facebook-ზე, Instagram-ზე და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, очень გადაცემა.